მოგესალმებით. დღევანდელი დღის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არის ტრამპის ინაუგურაცია. ვადევნებთ თვალს, ეპოქალური სიტყვა ჰქონდა, თავი მესიად წარმოუდგენია, ძალიან რელიგიით გაჟღერებული და გაჟღენთილი ცერემონიალი იყო. ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფთ ძალიან კონკრეტულ მესიჯს, რომ ორი სქესი არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს LGBT ტოლერანტული equality რაღაც ორი სქესი არა, ორი გენდერი. ორი გენდერი ხო, ორი სქესი ქართულად. ეს პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა, ასევე ტრამპმა თქვა, რომ აბლავებს გააკეთებს არალეგალ ემიგრანტებზე, საზღვარს დაიცავს, მექსიკას მიხედავს, ახსენა მექსიკის ყურე კი არა და ამერიკის ყურე და ძალიან ბევრი საინტერესო რამ თქვა, გააკეთა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი ეს იყო რელიგიური დისკურსით გაჟღენთილი. შესაბამისად, ცხადია, რომ ამ კაცს თავი მესიად წარმოუდგენია, ის დიდ ამერიკაზე ფიქრობს, ოცნებობს, მონროს დოქტრინის ელემენტები დავინახე იქ და დავინახე თვალი მოვკარი სალომეს. შენ წითელი რო აცვია, წითელი რო ეცვა, ხო, წითელმა მიიქცია ყურადღება. სალომე ზურაბიშვილი პრინციპში და ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მაგ დისკურსის მთლიანად საწინააღმდეგოა, იმიტომ რომ ისინი ინსპირირებულები არიან 90-იანების ლიბერალური დემოკრატიის кейსით. ტრამპმა რა გააკეთა? მე ვიტყოდი, რომ ტრამპის ინაუგურაცია და ის ტრამპის დოქტრინა ეხლა რასაც გვთავაზობს, არა თუ დისკურსის, არამედ ეპისტემის ცვლილებაა, ძალიან დიდი გრანდ ნარატივის ცვლილება არის, რომ ეს მართლა ეგრეა, არა ჩვეულებრივ. რეალურად მიწისძვრა. ხო, თან თქვა, რომ მე ბაიდენის ადმინისტრაციის ყველა წესს გავაუქმებ საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვახსოვს, აი პირველი დღეები არის, რითიც გამოხატავ შენ თავს. ბაიდენის ერთ-ერთი პირველი კაბინეტი როცა შეიკრიბა, პირველი კანონი იყო, რომ საჯარო სკოლებში საერთო ტუალეტების იდეა და პლუს ამას ვისაც რა გენდერად წარმოუდგენია თავი, იმ სპორტულ გუნდში შეუძლია ჩაირიცხოს. ჯარში ტრანსგენდერები. ხო, პირველი თქვათ კანონი და რაღაცა ცვლილება ბაიდენის იყო ეს. ტრამპი ამას აუქმებს, ამას დამატებული ამას დამატებული ის, რაც 10 წლის წინ ითვლებოდა ფაშიზმად, ეს ანტისაიმიგრაციო რიტორიკა, far right-ი, რაღაცა ეს კონსერვატიული დისკურსი ევროპაში, რასაც AfD, ეს ლეპენი ესენი აკეთებენ, ხო? იტალიაში. ხო, იტალიაში. ამის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს, ამის ამბობს, რომ ეხა არის მეინსტრიმი ეს. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, TikTok-ის მომენტი, TikTok-ი სასამართლომ აკრძალა, ტრამპი დაპირდა ინტერნეტ პროვაიდერებს, რომ შეაჩერებდა პირველივე დღეს აი ამ აკრძალვას, მისცა დრო TikTok-ის CEO-ს, რომ გაეყიდა თავისი მე ვიტყოდი გენიალური სოციალური ქსელი და TikTok-მაც მადლობა გადაუხადა და TikTok-ის CEO იყო ტრამპის გვერდით მიწვეული, გააგიჟდნენ დემოკრატიკ კონგრესმენები. ცხადე იქ დაითრევს რა, მოკლედ რა თქვათ, აი ამ სოციალურ ქსელს. დემოკრატიკ კონგრესმენებს და ლიბერალებს გაგიჟება ალბათ კიდევ წინ არის. კი. და დავწოთ იქიდან პირველი საპრეზიდენტო ნაბიჯი რეალურად იყო. თქვენ თუ ნახეთ ფოტო, რომელიც είναι ოფიციალურ საპრეზიდენტო ფოტო, რომელიც დაიკიდება თეთრ სახლში, როდესაც ტრამპს 4 წლის ვადა გაუვადა, იქ მუდმივად დარჩება. ანუ ფოტოთივე დაიწყო ტიპმა უკვე ის, რომ ეს არის სრულიად ახალი საპრეზიდენტო ერა ამერიკის ისტორიაში. ეს იქნება არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მასკულინური ამერიკის დაბრუნება. იმ ჯეოშნიკების და ლიბერალების საზღვრის სიტყვა პატრიარქატის ძალაუფლება, კი ბატონო. ეს იქნება ის ამერიკა, რომელიც რიგით ამერიკელს წესთ. უყვარს, იმიტომ რომ მაგალითად მე ტაქსისტებთან მქონდა ექსაუბრები ლოს-ანჯელესში. ტრამპის მეორე ვადა იქნება ალბათ ყველა ის დანაპირები, რომელიც პირველ ვადაშიც ჰქონდა დაჩქარებული წესით შეუდგება ამის შესრულებას და რაც ჩვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები არის ის, რომ
ის პირველად რო ტრამპს რო ესროლეს და ის ფოტო რო გავრცელდა. მეორე კომენტარი რო მეორე სოციალობა იყო. გოფის ხო, მან ცდილობა იყო. მან კომენტარი რო მეთქი რენესანსის სტილოსავით არ რომ ისე მართლა ეგეთინა ძალიან ლიბერალიზმის აღსასრულით ხო რა და ანუ აშკარად იყო ძალიან არა ის ვიზუალურადაც კი რაღაც წინასწარმეტყველური იყო რა. ოდიში ჩაგეჩრები რა, აი ვესტერნი თვითონ კინო მიმართულება ხო ყველას გვახსოვს, აი ვესტერნის ამერიკა რაც არის ფრონტირი და აი ვესტერნი ხო ირიბად პლუს კაპიტალიზმის გამარჯვებას გიყვებოდა რა, ექსპანსიას და ასე შემდეგ. აი ვესტერნში რო გმირები იჩითებია რა, აი ევროპელი ბანდიტები. კინო თუ ყოველთვის პირველი ისურის და ანუ რაღაცა მეგუღამი შეიძლება 80-იანი წლების ვოლტერ ხილი იყო ეგეთი მაგარი რეჟისორი, რომელიც ძალიან მასკულინო ფილმებს იღებდა და სხვა შორის Golden Age Hollywood და უბრუნებ შენი ხალხი მოვიდა. დესპანები რო და ხო, აი მაგაზე ვილაპარაკოთ. დესპანები ჰოლივუდში, მელ გიბსონი, ჯონ ვოიტი და სტალონე. და გარჩო ესენი იქნებიან ჩემი თვალები და ყურებიო, ამ ლიბერალურ ჰოლივუდშიო და დაუბრუნებთ ოქროს ხანას. მელ გიბსონი არის ძალიან მაგარი რა. მელ გიბსონი ხო განთან თქვა რომ ქრისტეს უნებანის გაგრძელებას ხო, მელ გიბსონი ხო პლუს დაკენსელებული იყო ანტისემიტიზმის და რაღაც არაპოლიტკორექტულობის გამო და მელ გიბსონს მართლა აქვს რა ეგ მუღამები ხა ქრისტეს უნებანი ერთი და აპოკალიპტოც ძალიან მაგარი ფილმი არის თვითონ კონცეპტუალური ფილმია რა. ბოლო ფილმი არ დამეოსებთ. აი ძალიან ისეთია კონცეპტუალური ჩემი მიწა და კონკისტადორების თემა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ტიპია რა მელ გიბსონი. ჩვენ გვაინტერესებს შემდეგი რამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ყველა ამბობს. სოფლიო ამბობს რომ პუტინთან შეხვედრა მზადდება, თვითონ ტრამპი ამბობს, პუტინიც ადასტურებს და არ ადასტურებს, მაგრამ ეს შეხვედრა უნდა მოხდეს, დაპირება იყო ტრამპის, რომ ომი ძალიან მალე უნდა დაასრულოს. ტრამპმა აგრეთვე პირველ 100 დღეში სი ძინპინთან უნდა გაუმართო. კი ბატონო. შეხვედრა რომ დავაახლოთო და ამერიკა და ჩინეთი ერთად იმუშავებს იმაზე, რომ სოფლიო უფრო მეტად განვითარდეს და მშვიდობიანი გახდესო. და TikTok-ი და ოღონდ ბოდიში ჯო ვილსონი დავადროულად. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარად მოიხსენებს ბიზნეს ივანიშვილს, ამას როგორც კლინობით ფორმატ. კი ბატონო, ჯო ვილსონმა ვაფშე არა, ჯო ვილსონი აღმოჩნდა არც შალვა თელაშვილი, აი ჩვენ დაახლოებით იგივე ოდიოზური კალიბრის ჟირინოვსკიც კი მაგარი არა, ჟირინოვსკის ზატო ანალიზი ქონდა. ჩვენ ეგეთი კალიბრის ოდიოზური ფიგურა არ ყავს იმ კარაკასი და თბილისიო, ანუ ფხენიანიო, ანუ ძალიან ჩაბერილი აქვს. ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა. ესე იგი, ერთ-ერთ ჩინეთში მცხოვრებ გოგონას უსმენდი რა. კაი ისეთი ანალიზი კი არა, კაი რაღაც შენიშნა, რომ TikTok-ულები ამერიკელები ხო გადავიდნენ Red Note-ზე. ოღონდ Red Note-იც არის ასევე ჩინური. ოღონდ ჩინური როგორი ყოველდღიური სოციალური ქსელია, იცი? ყველაფერს როდებენ დღიურივით არის რა, შენი რომ აი აქ მივედი, იქ მივედი. ეხლა განსაკუთრებით დაჰაიპებული რა არის, ბაჩო, მთელი ამერიკელი ინფლუენსერები ერთხმად ლაპარაკობენ და წერენ, რომ უი, რა გვეგონა ჩინეთი და რა აღმოჩნდა ჩინეთი. ამასობაში ჩინეთი გვეგონა რაღაცა განუვითარებელია და თურმე რა ქალაქები ყოფილა. სუპერ მეგობრებო, ძალიან საინტერესო ფოტო მომაწოდეს ეხლა. ჩვენ გვაქვს ხელთ ჩაგვივარდა ქართველი პოლიტიკის გენიოსების, ხაზარაძის და ჯაფარიძის ფოტო ინაუგურაციაზე ძალიან დარბაზში არ არიან, მაგრამ იქვე არიან. შეიძლება გაუშვით ეს ფოტო. აი ეს ორი ადამიანი. სად არიან? აი ეს არის. აი ეს ორი ადამიანი. აი ეს ანუ სააკაშვილი უფრო ახლოს იყო, ხო? მაშინ რო ჩავიდა ინაუგურაციის ბუჩქებში რო იყო. ესენი არიან საწყლები, უბადრუკები. რომელ ქალაქში არიან უკაცრავად? დარწმუნებული ვართ ვაშინგტონია? ბაჩო, მე გეტყვი, ის ფილმი ხო გახსოვს Changing Places? Trading Places. Trading Places. გახსოვს მანდ $2 რო ნიზლავდნენ. ორი ის რო არის. ხო დავიწყოთ. სააკაშვილი გაუშვათ ამ გახსენებაზე, ამით დავიწყოთ, იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესოა სააკაშვილის გახსენება. რა თქმა უნდა, აგეუნებდი. რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ იმისაც, რომ საქართველოს დავიხსნა. პროფესიონისტი. ყველაფერს გავაკეთებ იმისაც, რომ ეს უბედურება დასრულდეს. თქვენ მიაჩვენებთ
ამ სასამართლოს არ ვცნობ ამ გამოძიებას, ბუნებრივია რომ არ ვცნობ, იმიტომ რომ ეს არის თეთრი კორვეტების სასამართლო გამოძიება, მაგრამ მე ვცნობ ქართულ ხალხს და მის სუვერენიტეტს. უკრაინულ ხალხს და მის სუვერენიტეტს. უკრაინის რომელიც ამაყი მოქალაქე ვარ ასევე. მე მინდა ყველას უთხრა. ასევე რას საქართველოს მოქალაქე არ ახავ, დათმე მოქალაქეობა. ჩვენ ხელს არის აღებული. მე ვგმობ ყველანაირ პოლიტიკურ ძალადობას. მეც აღარ მოусმენდი, უბრალოდ ფერზე არის ძალიან. კი, მოსუქებულია დაჟე. მოსუქებულია, კი. დრო არის და დროზე მეტიც არის, რომ კი ბატონო, რომ რაღაცა გადავათრიოთ და იჯდეს ციხეში. სააწეყოთ. ნინია კაკაბაძემ გვახსენა, მეგობრებო, გილოცავ. აღა გვიჭირს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტრამპმა თქვა, რომ დავასრულებო მედია ცენზურასო, ლიბერალური მედია ცენზურა ჰქონდა საზოგადოებაში, სანამ ის პოსტზე ინაგურირდა, ცუკერბერგმა უკვე დაასრულა მედია ცენზურა თავის ქსელში და ამბობენ, რომ ABC-ს ყიდვა უნდა მასკს, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს, ერთმა მისცეს და გაეზდება ეს ფული დარწმუნებული ვარ. ამათ წარმოდგენაში ახლა ტრამპი ხო ყველა ვარიანტში ცენზორია, იმიტომ რომ ჰოლივუდს ნიშნავს თავის დესპანებს სამი კაცი გამოყო, რომელსაც თვალი უნდა ადევნოს და ამას უნდა მე მგონი მან თვალის დევნების თემა არ იქნება. ჰოლივუდი არის ფულზე. არა, უყურე მე რას გეუბნები, ანუ ამ ავადმყოფებისთვის. ჩვენი ლიბერალ შემოქმედებები. მოდი გავუშვათ ნინია კაკაბაძე და აი ეს ბოროტების მანქანა, რომელსაც ქვია მაგალითად იმედი და პოსტივი. ეს არ არის ტელევიზია. და ჩვენ ჩავთვალოთ როგორც მედია. ხო ხა ბევრჯერ მithქოს და გავიმეორებ რუსეთში ORT-ს ჟურნალისტებს და ORT-ში მომუშავე ადამიანებს ნორმალური ადამიანი ვინც არის, არავინ ჟურნალისტად არ მიიჩნევს და არავინ მედიად არ მიიჩნევს. ხო ეს არის უზარმაზარი რაღაცა პროპაგანდის ბოროტი მანქანა, რომელიც მუშაობს მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ძალიან კარგი, დაგვაფასა. მე უბრალოდ მიკვეს ჩვენ ვამბობთ რომ დიახ, როცა ქვეყანას უჭირს, ჩვენ რა თქმა უნდა ქართული ოცნების პროპაგანდას ვახორციელებთ და იწვიან თუ არა რომ ხაზარაძის ან კეზერაშვილის პროპაგანდას ახორციელებენ ესენი. არა, კაცო, კეზერაშვილის ტელევიზიაშიც არზის ეს. არის ის ფორმულაზე ზვაო და ფორმულა კეზერამ გადასცა. და ისე ჟურნალისტიკა რა გონიათ, მართლა. ჟურნალისტიკა არის დამოუკიდებელი, დემოკრატიისთვის მებრძოლი, არასოდეს რო არ არის სუბიექტური და მუდმივად არის ობიექტური, ან მაგ იდიოტიზმში არიან. არა, ჯერ ესეთი ეგ მედია გავიგე, მაგრამ ეგ მედია რომელიც ამბობს რომ ნია კაკაბაძე როგორც ნაცია არა. გავიგე, მაგრამ ეგ მედია რომელიც ამბობს რომ მე ობიექტურობა და რაღაცა ეს ნეიტრალური თუ კი არა და ნეიტრალური გამშუქებელი თუ არა, ასევე ამბობს რომ არ შეიძლება შენ იყო გამშუქებელი მოძალადესა და მსხვერპლს შორის არ შეიძლება ნეიტრალური იყო მაგ. ანუ რაღაც მხარეს თვითონვე აღერებს, ან იდეების მხარეს, ხო? და ეს იდეები არის ლიბერალური დემოკრატია და არ აქვს მნიშვნელობა ლიბერალურ დემოკრატიას ის დააფინანსებს ICC, კეზერაშვილი თუ ვინ, ხო? როგორც იქნა ანადოლიძემ სიმართლე თქვა, გავუშვით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ხშირად შეიძლება ჩვენ გვეუბნებოდა რაღაცა ზედმეტი ან იმ დავამშვიდოთ ხალხი ან რაღაცა იმედი გავცეთ. არა, ეს არის მოდი ჩამოვთვალოთ ხო 10 თვე იყო ბელორუსიაში ოპოზიცია ქუჩაში 10 თვე და სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა ეს პროტესტები. მეორე მხრივ 2 წელი იყო ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია და მათი ოლიგარქი ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში ოპოზიცია. ჩვენ ეხლა პარპაშებთ იმათთან შედარებით როგორც იყო. ეს არის როგორც მე ძალიან მიხარია გააჩერეთ, აღარ გვინდა, რა თქვინდა მეტი. ვაჩკო. აღარ მინდა, ხო? ნუ ანადოლიძე როგორც იქნა თქვა, რომ პარპაშებს იმათთან შედარებით. იმიტომ რომ ბიჭო, როცა უნდა გზას კეტავს, როცა უნდა, ოღონდ მარტო. და ის კი არა ხალხი 40-მა მედიამ გამოაცხადა ბოიკოტი, ოპო მედია 40-მა. ის კი არა რომ ხალხი ტროტუარზე აღარ ეტევა და გზას კეტავენ, ანუ მარტო ანადოლიძე კეტავს გზას იმაზე, მაგისტრალზე. კი ბატონო. საკე უნდა თქვა ჭიჭინაძე რო არის მსახიობი. ამბავია. ნოსას მაგარი რაღაც ამოუქეკეს აუ. კი, მე ვნახე ეს და მე სხვა ჩვენს ეს ფილმი ვნახე. ფილმიც ვნახე და ეს. ყველას გიჩვენ, კარგი ფილმია. ნორმალ. სიკვდილი ვენეციაში ესეთი ფილმი გამახსენდა, მართლა ოღონდ. გადაობს გარშემო. არა, უყურე, უნდა უყურო. არ არის ცუდი ფილმი. ჩაუჯდება ბაზარი. მოკლედ რომ თქვა, საქართველო არის თბილისი, არის ადგილი, სადაც ჩამოდიან რუსები, როგორც ვენეციაში აშენბახი კვდება, ისე კვდება ის თავარი გმირი თბილისში და თბილისი არის დახატული როგორი ნოსტალგიული თბილი ნოტებით, იცი? აი როგორი მართალია საბჭოთა კავშირის კლიშეებით გამოყენებული, მაგრამ მაინც აი რუსების ფილმია, რომელიც თბილისისადმი სიყვარულით არის გაშვალული.
ეს ესეთ ფილმები. ნუ თანადაფინანსებით არის გადაღებული ეს ფილმი. ისე რომ მაგრა ეხმარება ბიუჯეტი რუსულ კინოს ძალიან. და რუსულ სახელმწიფო ბიუჯეტს ამბობ? კი. ხო, ანუ კულტურის სამინისტროს მოშნად გადის მაგ. გოს ფილმა ფონდის მიერ დაფინანსებულია. ლიბერალებისთვის ეგ არის როგორი ჩეპე იცი? არ არის ლიბერალური ფილმი. არა. ლიბერალისტვის თქო როგორი ჩეპე არის იცი რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფილმი ხო თუ ეს არ არის ვიაგინცევი ეს ვიაგინცევი თუ ეს არ არის ვიაგინცევი და მაგაში მონაწილეობა რა ვიცი ხა რა ფილმი მაგრამ უყურე მან ხო რეალურად რა ხო ნუ 21 წელს გადაიღეს ფილმი და 23-ში გამოვიდა და როცა ეს დავწერე ამბავი რომ ცილს სამეფო ამ ბიჭსო როცა მან ითამაშაო ეს ფილმი მაშინ რუსეთი არ იყო შეჭრილი კი და მაგაზე მინდა ზუსტად ამაზე მეც ვიტყვი და მე მგონი სათქმელია მეგობრებო საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ 90-იანი წლებიდან და 2008-ში ეს ყველაფერი გაფორმდა და თელმა სოფლიომ დაინახა ის ომი არ არის იმ ომის მერე თუ რუსოფობია არ უნდა გქონდეს თურმე უკრაინას რო დაესხა თავს რუსეთი იმის მერე უნდა უყურე მანდ სხვა რაღაცა რატო არის ფლიდი და სრულად ილუზორული აფერისტული და მესჩანურიც კი ამათი პატრიოტიზმი იმიტომ რომ ეს არის ფსევდოპატრიოტიზმი არ ერთხელ გითხოვს რომ ეს არის პატრიოტიზმი არა საკუთარი სულ მართალი იყოს მაინც არასწორია ეს ადამიანები არიან უკრაინის პატრიოტები ოღონდ უყურე უკრაინის პატრიოტები არა რის მერე ყირიმი ამათვის არაფერი არ არის ანუ 2014 წლის ყირიმის ომი არაფერი არ ყირიმის ომი არ იყო ყირიმი დათრევა რა ხო ნუ გაი გინდა დათრევა და ოკუპაცია 2014 წელი არ არსებულა გესმის იმიტომ რომ იმას საკმარისი გამოხმაურება საერთაშორისო სივრცეში საკმარისი გატრენდება არ მოყვა 2022 წელს როდესაც მასობრივ გლობალური ტრენდი გახდა რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად დაგმე რუსეთი და უკრაინის ხარდაჭერა ამის მერე გახდა მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი ყველანაირი რუსული ფული. იმიტომ რომ მანამდე რამდენჯერ უნდა ვილაპარაკო ნინო ქათამაძის კონცერტები, აგერ ამათი ფილმებში კაცარავაც აი ყირიმი ბიჭო უკაზე ვერ განახებენ. ხო და ყირიმზე იცი რა მაგარ ფილმებში ადამიანები რომლებიც საქართველოში ამბობენ რომ ებრძვიან რუსულ რეჟიმს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს იღებენ სხვადასხვა ტიპის ანაზღაურებას. ვიღაცა აგენტობაში მაგალითად იგივე მაგ ჭიჭინაძის ნაცავი ლაკა ხოშტარია. მაგალითად ეგ ჭიჭინაძე თვითონ რომელიც თამაშობს, უყურე პრობლემა ხო ჩვენ ხო მაგას ვილაპარაკობთ, რომ პრობლემა არის, მაგრამ ბიჭო ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე რუსეთის დასამარცხებლად ვიბრძვი საქართველოში და შენ რუსულ ფილმში თამაშობ. არა, ადამიანი არანაირ მორალში არ ჯდება. პოზნერის აქ ჩამოსვლა არ შეიძლება და რუსეთში ერისიონი რო წავიდა, ეს იყო ქვეყნის ღალატი და შენ მიდიხარ ეგ არის არასწორი, თორე ჩვენ ხონებიან თქვენ ადრე ლიბერალურ პარადიგმაში იყავით და ეხა კონსერვატორები რატო გვაქვს? არა, ვაფშე არა. ყოველთვის დისკურსში ვიყავით ზუსტად რა გინდა ზოგადად თანამემართებაში გინდა იმასთან მაგრამ ეგ აქ არის ცალკე პრობლემა ის რომ ეს ადამიანები რუსულ ფულზე ძალიან მარტივად იყიდებენ და ხურდავდებიან ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და მეორე პრობლემა არა და ტრაგედია რომ ამ ადამიანების პატრიოტიზმის ხაზი გადის არა საქართველოს რუსეთის ომზე არამედ რუსეთ-უკრაინის 22 წლის ომზე ოღონდ არა 2014 წლის ყირიმის ანექსიაზე ხო ანექსიაზე ეხლა 2022 წელს სანამ ტრენდი არ შეიქმნა რუსეთი უკრაინას უკრაინას სანამ ტრენდი არ გახდა მანამდე ეკიდათ ბიჭო 2014 წლიდან მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი როგორც აფხაზეთში მიდიოდა რუსეთ-საქართველოს ომი ფარული გამოუცხადებელი ისე მიდის თვითნავიც კი ჩამოაგდეს გაურკვეველი ჩამოვარდნა იყო მე სხვა რამეს ვამბობ ზოგადად ვთქვა ბიჭებო არის აი მართლა სიგიჟე 2008 წლის შემდეგ ძალიან მალე მიშამ დაიწყო რუსეთში შეძრომა. მოდი ხა მეც გავაკეთებ კომენტარს რა. და უყურე გვამები არ იყო გაცილებული ჩვენი ბიჭების. რო წერილი გაუგზავნა იქაურ კულტურის მინისტრს მოდი ანსამბლები გავცვალოთ. ამის მერე რა თქმა უნდა როცა მოუნდა ჩვენს სმაკას და დიდმეგობარს რომელიც ახლა იცვლება მერე დათესეს ეს რუსოფობია. ხო, ეხლა მეც ვიტყვი რუსოფობიაზე ერთ-ორ სიტყვას, მე უფრო დავარქმევდი ამას ანტირუსულ ისტერიას, რომელიც დაიწყო
თვითონ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და თუ გახსოვთ 2008 წლის ომის შემდეგ მიშამ განიმტკიცა თავისი პოზიციები, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ძალიან პრობლემები ჰქონდა მიშას შექმნილი შიდა ლეგიტიმაციის მიმართულებით, მორატორიუმი გამოაცხადა ოპოზიციამ და მიშას კრიტიკა შეწყდა და შემდეგ შემოვიდა ცარიელი აღნიშნელი რუსეთი. რუსეთი როგორც ცარიელი აღნიშნელი. მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ, რომ უნივერსიტეტი არ არის კარგი იმ პერიოდის, ისინი იყვნენ რუსეთის აგენტები, მეც მათ შორის. მაგალითად, ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძეს გავხსენებ, რომელმაც გადაიღო ფოტოები, ისინი იყვნენ რუსეთის აგენტები. ყველა ოპოზიციონერი ეხა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში ლევან ბერძენიშვილიდან დაწყებული შალვა ნათელაშვილებით დამთავრებული, ყველა იყო ასევე რუსეთის აგენტი. ამის შემდეგ 2012 წელს ეს ხელისუფლება იცვლება, მიშა სააკაშვილის, მოდის ახალი ხელისუფლება და იწყება რა? უკვე ანტირუსული ისტერია ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. თქვენ არ გახსოვთ შეიძლება, მაგრამ არსებობდა ესეთი თავისუფალი ზონა კობახაბაზის მეთაურობით, რომელიც სიგიჟეს თესავდა, უვარდებოდა ყველას, რუსეთი ოკუპანტია, ყირიმის საკითხები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას დამატებული შემდეგ, ხო, ჩვენ მივიღეთ სრულად ჩვენ მივიღეთ ესე იგი რა თქმა უნდა ჩვენ მივიღეთ რა ეთიკური რელატივიზმი ანდაც მეორე მხრივ ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი ოღონდ რა დონის, იცი რომ ესე იგი აქ არ შეიძლება რომ ჩამოვიდეს პოზნერი და გადაიხატოს დაბადების დღე ან ისადილოს, არ შეიძლება ერისიონი წავიდეს კონცერტზე რუსეთში, არ შეიძლება რომ საერთოდ ვაფშე რამე რუსული ახსოვ, არ შეიძლება იანდექსით იმგზავრო, მაგრამ თამარ ჩერგოლეიშვილს შეუძლია გაზპრომს ვიყიდოს გადაცემა, ელენე ხოშტარია შეუძლია რომ პირდაპირ კრემლისგან აიღოს რუბლები და არა დოლარი ან ლარი ან დოლარი ან ლარი. ესე იგი შეუძლიათ რომ სალომე ზურაბიშვილი როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, სალომე ზურაბიშვილს აბრალებდნენ რუსობას და კანდიდატი აქეთ ყავდათ. ტიპი რომელმაც რუსული პასპორტი დათმო მაშინ. გრიგოლ ვაშაძე რომელმაც თქვა რომ მე ის ვარო რა ქვია რუსული კულტურის შვილი. მოკლედ ამდენი ორმაგი სტანდარტი ხო? ამდენი ორმაგი სტანდარტი და ნაციონალურ მოძრაობას თავის რიგებში ყავდა ორი ადამიანი რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი იყო ჩომახიძე იმის CSKA-ს მთავარი წყალმოვარდნელი. მოკლედ ხვდებით რა ორმაგი სტანდარტებია და არ არსებობს რუსეთის თემა რეალურად. ყოველთვის საინტერესოა ტაბლიაშვილის გაშვება. მე ვამხნევებ ყველას ვინც იბრძვის და ვამბობ ყველაფერი რაც ხდება პროლოგიკია მე მგონია მაგრამ ბიზინა რუსი შეიძლება უარესებდეთ წავიდეს ეგ რა მაგის პასუხია, თუმცა ის გარდაულად დამარცხდება რუსეთი აქ ქვეყანაში. და იმიტომ კი არ ვამბობ ამას რომ გული გაგიკეთოთ, არა იმიტომ, არამედ იმიტომ რომ გასიგრძე განებული გვაქვს შემდეგი რამე რომ შვილებს თუ შვილიშვილებს ვერ დავუტოვებთ უხვირაოდენობის პრობლემას. მათ ვერ გავწირავთ სისხლისა და უბედურებისათვის, რომელსაც რუსეთი ივანიშვილის დატოვებით აქ რასაკვირველია სისხლს და უბედურებას აქ ამ ქვეყანაში ივანიშვილი რუსეთი აქ გვიმზადებს და ვერ გავწირავთ ჩვენ შვილებს უბედურებისათვის. ანუ ესენი თავშვილებს უბედურებას კი ხვის შვილები უნდათ უბედურებისთვის გაეწირათ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ომის დაწყებიდან ძალიან დიდი ხნის მანძილზე ითხოვდნენ რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა იქ ოფიციალურად მებრძოლები და მაგის მერე კიდე არაერთი გარედან შემოსულ მოწოდებას რომ ამ ომში რაიმე ტიპის დახმარება მათ შორის და პირდაპირ იყო ეგ ნათქვამი შეიძლება ეხა პერიფრაზრე რომ მოხდეს ზუსტი ციტირება არ მახსოვდეს გვამებში უნდა შევხიდებოდით მაგ განცხადებას იწონებდნენ და კი გვეუბნებოდნენ რომ ეხლა არის დრო რომ აფხაზეთი დავიპყროთ ჩვენ და იქ აფხაზების ხოცვა-ჟლეტა დავიწყოთ იმიტომ რომ რუსეთი მოდუნებული არის არა აქვს საკმარისი ძალა მილიტარისტული ეხლა რომ აქ შემოვიდეს და გაგვიწიოს შემოვიდეს რა დაქოქოს და გაგვიწიოს რაიმე წინააღმდეგობა ეს ადამიანები იყვნენ მომხრე იმისა რომ საქართველოს დაიწყო მილიტარისტული ოპერაციები საკუთარ ტერიტორიაზე მოებით ოკუპირებულ საერთაშორისო ზოგიერთი მათგანი ითხოვდა სანქციებს ვიღაცა ომს შეიძლება უთხოვდა მაგრამ სანქციები რომელიც დაგვაქვს პროპორციული ჩვენ თუ შეხედეთ ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა იყო ჩვენი პროგრესის სისწრაფით ხო ვართ მეორე ადგილზე სოფლიოში ანუ ყველგან არის ესე იგი
დეპრესია ეკონომიკური, რაც ომით არის გამოწვეული და ჩვენ ყველაზე სწრაფად ვიზრდებით. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ არის ის რაც არის. ნანკა კალატოზიშვილი თქვა დავასრულოთ ჩვენ. ჰანა არენდტი მოვიდა? просто საინტერესოა რომ არ შეიძლება ამის გარეშე გაუშვით. შიშმა თითქოს რაღაცნაირად აზრი დაკარგა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა შეიძლება დავკარგოთ და იმის დაკარგვის შიში იმდანაც ძლიერია, რომ ეს რაღაცის შიში თითქოს რაღაცნაირად ყველა თაობაში დაიკარგა. და ეს გააკეთეს მათ და ახლა რო ხვდებიან რომ ეს შიშის მომენტი დაკარგული გვაქვს, გამძაფრებულები აქვთ, გამძაფრებული არიან და კიდევ უფრო რაღაც მძაფრ მეთოდებზე გადადიან, ჩვეულებრივად კრიმინალია ეს არც არც პოლიციის სამსახურია, არ ვიცი ვინ არიან, იმიტომ რომ 18 წლის ბავშვები და 23 წლის რო გაიტაცეს გუშინ და ესე თაობას ებრძვიან, რომლებიც არ ვიცი, იზოლატორში წიგნები მოითხოვეს. ეს ერთუჯერადიანი იდიოტები, ამ პირცრული და პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს ადამიანები ებრძვიან რაღაც პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს ახალ თაობას. ამაზე ვისაუბროთ, ამაზე ეს ტრენდი არის დასანგრევი, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა პროგრესულად მოაზროვნე და სინათლის დაინდები არიან იქით ხარეს და ჩვენ კოცები ვართ ბნელები. ეს ტრენდი რა თქმა უნდა ახლა შეკოწიწებულია, მაგრამ აი ეს ნანკარო ამბობს, რომ ციგნები მოითხოვეს ციხეშიო. აი ერთ. ციგნები ციხეში არის. ამდენი ციხეში საკითხულია, ვთქვი. დღეში, ორ დღეში ერთ ციგს ვკითხავ. აი ნანკა პროგრესული კაცი. ხო, მაგრამ ზოგადად არა მარტო მე, ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ციხეში ციგს თუ არ კითხულობ, აბა რა უნდა სააკაშვილი უნდა იყო მაშინ. ხო, მაგრამ შალვაყვება რომ მაშინ იქ წავიკითხეო შოპენჰაუერი და ესენი ორ დღეში ერთი შემხატვრული ლიტერატურა შეიძლება წაიკითხო. ხო, საშუალო შეიძლება. მე მახსოვს ერთხელ უნივერსიტეტისთვის ვამუშაობდი, კანტს აქვს ეგეთი წიგნი პროლეგომენები, ანუ მეტაფიზიკის გაგრძელება თორსები, ეს დაწერა წმინდა გონების შემდეგ და მახსოვს რომ დაახლოებით 13 საათის განმავლობაში ვამუშაობდი 20 გვერდს და ბოლოს გადამეტვირდა გონება და ვეღარ ვიყავ კარგად და მიუწექი. ჩამსეს და ხატრული ლიტერატურა შეიძლება 200 გვერდი რაღაცა წაიკითხო. ტელევიზორია და საკამენიკები არიან და ერთხელ ჩამსეს კარცერში 2 კვირა. თუ 10 კვირა. და ულისე წავიღე, მეტი არაფერი არ წავიღე, რომ რაღაცნაირად დამეძლებ. საკანმას შეხარ ერთ-ერთი კაცი რომელსაც ულისე ბოლომდე წაკითხული. არა, ბოლომდე წაკითხული. ვერა, ხო? ვერა. მე არ მგონია რომ ულისე. ან მე არ მგონია რომ ამ საუკუნეში ძალიან ისეთ ფრიკზე თუ არ ვლაპარაკობ, ულისე ვინმეს დაეწყოს და გულახთილად თქვას და არ იტყუებოდეს რომ დაესრულებოდეს. წარმოვიდგინე, კარცერში ხარ და კიდე ეს ტანჯვა არა და უზუსტად მახსოვს საათს 21 გვერდზე მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა გაგზელება. მე გავძელი 100 გვერდი, მაგრამ იქ ცირა. ონი ჩემი სიმწირის გამო თორე ვიდოქი რა ულისეა ცუდია რაღაც ჯოის უწუნა მე ვერ გავუკაჩე. მეგობრებო, მოკლედ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დაველოდოთ ხვალ ტრამპმა უნდა თქვას ვინ მოკლა კენედი მაგალითად. იმიტომ რომ ეპშტეინის სია უნდა გაასაჯაროს. ხვალო და დოი ის საკაცო. ბიჭო მოიცა, დოი სათხარ, დოი. აქ კიდე დრო. მომეცით კამერა ჩემზე. ჩემზე კამერა, სადა კამერა მომეც. დოი სადა ხარ? დოი მე ამდენი ხანი. იმართე დოის. უყურე დოი. ჩემო მეგობაროს ვერ გეტყვი, არ გიცნობ, არ ვიცი მიხარ ჩემი მეგობარი ვერ იქნები ვერ საერთოდ მაინც ვერ ეტყვი. მე მაინტერესებს, სად არის შენი დადებული ვადა მოიწურა? 20-ია დღეს. მე ველოდებოდი ყველაზე მეტად ამ დღეს. არც ტრამპის ინაუგურაცია არ მადარდებდა, არც კენედის საქმე, არც ეპშტეინი, არც პაპნედი, არც გუშინ პრემიერ ლიგის თამაშებსაც არ მიყურებია, არც მერაბდვალის არაფერი არ მადარდებდა, მარტო ველოდებოდი 20-ში ვადის ამოწურვის შემდეგ შენს დაანონსებას თუ როგორ გვიპირებდი რბილად რო ვთქვათ გადატეხას. და სად არის? დოი ერთი წუთი, მოდი შეიძლება მოიტანე გეგმა. არა, მოიტანე. გაგვასრულე. მე მინდა შენგან ეს. დოის მინდა პალდეში გამიწე ახლა აქედან. ეხლა არის მაგრამ 22-47. დოიმ ჯერ ეს ერთი არ თქვა. ჯერ არ ამოწურო. ორია. დოი კარგი გარანტიას გაზრო ამ საათსა და რამდენი დარჩა? ამ საათსა და 10-12 წუთში არაფერი არ შეიცვლება. არაფერი არ შეიცვლება. შენ დადე შენი რასაც გვიპირებდი. გადადი სხვალიდან გადავაქმედებაზე. ხო, გვაცადა რა. და რო გაგვიგო 21-ში არა 20-მდე იყო ესე იგი წამზომი ჩართული პოლიტპატიმრები გამოუშვით. კი ბატონო. ეხლა 20-ის მერე რა მოხდება და რა სიზავს, ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის რა. და არავის საქმე არა. და არავის საქმე აღარ არის. აქედანვე მიულოცოთ ჩვენ საამაყო მერაბდვალიშვილს, რომელმაც ეპოქალური გამარჯვება შეიძლება. კიდე ერთხელ დაიცვა და სხვა შორის ესე არ ვიცი, ესე შეიძლება თქვა თუ არა,
ეს ნურმაგომედოვების რაღაცა დინასტიური წაუგებელი სერია, რომელთაც ამარყობენ ხოლმე რა, რომ აი წაუგებელი ერთი ისლამ ახალშობილს. ხაბიბს ხო? კი და ისლამ ახალშობილსაც ეხა ის ერთი წაგება კიდე ისაკ და ამასაც უმარსაც წაუგებელი სერია ქონდა რა რეალურად და. ხემდე ხო. ო და მათი პრინციპია ის რომ აი რაღაცა სუპერ წაუგებელი და მერაბმა პროსტა აი ისეთი კავკასიური და მართლა ქართული ჭიდაობა ანახა პლუს ამ ყველაფერს როცა დაღესტნური ილიატოპური ამ როგორც თქვა როცა დაღესტნური და ქართული ჭიდაობა ხდება ერთმანეთს და არ ვიცი ხო ხო მე გავიღვიძე სპეციალურად მაგის ერთი პატარა კიდევ შემატკივრე და საღო შენიშნა შეიწყალა ჩვენმა პრეზიდენტმა ბევრი პატიმარი და როგორც ყოველთვის იმ პატიმრებში ეძებენ ვიღაცებს ხო რა თქმა უნდა და არ უხარიათ ეხლა და ეს როგორი ჩემთვის როგორი ის ინფორმაცია ისე რომ აი ის ინფორმაცია დადასტურდა მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებას რო ითხოვენ რევოლუციონერი დაპატიმრებულები კი და ეს კარგია კი არა რა თქმა უნდა კარგია არა შეწყალება ნიშნავს რომ მე ჩავიდინე არა ერთი ბრალი აღიარეს არა ბრალი აღიარეს და პრეზიდენტს აღიარეს ხო ბუნებრივია შესაძლოა შედეგებიც აღიარეს რის არ აღიარების გამოც იყვნენ გარეთ არა მოდი არ გვინდა აუგად მოხსენება ხალხს არ უხსენება აუგადს მაინტერესებს დადასტურება თუ არა რა მოდი ესე ვთქვა არასოდეს არ არის გვიან მონანიება შეწყალების ხოვნა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება და მე დღეს მამუკასაც უსმინე მდიდარაძეს და ზოგადად ეს მიდგომაა რომ ციხისთვის ახლა არ არის არავინ გასამეტებელი და უბრალოდ ადამიანმა მართლა უნდა თქვას რაც შეიდინა რატომ ჩაიდინა მოინანიოს და ნუ დამთავრდეს ეს სიგიჟე დამთავრდეს და თითქმის დღეს იყო რამე აქცია კი არ ვიცი აჰა რაღაც იქნებოდა ალბათ იყო რა წაუმარშებდნენ დღეს მე ჩამიგდეს ის იყო რა ქვია რეჟიმი როგორ ანგრევს ქართულ კინოს რაღაც ეგეთი ქონდათ რა ქართული კინო პროსტა არ ვიცი რა და ამერიკის და საქართველოს მეგობრობის მარში იყო ყველა იქ არის წასული აგერ ნახეთ სად არიან დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს აბა ხოლმე ხვალამდე